mixed martial arts-ში არ შეიძლება ერთი რამე იყოს, რაც წარმატებას მიგაღწევია. ბევრი რამ არის, რაც უნდა აკეთო. დისციპლინა, მიზანმიმართულება, სიჯიუტე. ამ სიჯიუტესთან ერთად გავყვეთ ტრენერს, დაუჯერო უსიტყვოდ. ჩემი мотиваცია, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახია, ჩემი ქვეყანა. მაგრამ აი თვალებს რო დავხვიჭავ, ის ჩემი ოცნებებია, რომელიც ბავშვობაში ბრძოლა რო დავიწყე და ვარჯიში დავიწყე, მაშინ ეს მიზნები რო ჩავისახე ჩემს მგონებაში და მაგებს რო ვაკეთებ მეტაპობრივად, აი რა ჩემი ყველაზე დიდი мотиваცია. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ქართველიშვილი, დღეს სტუმრად ყავს ქართველი MMA-ის მებრძოლი ლევან ჩოხელი, გამარჯობა ლევან. და გიორგი კუბრიაშვილი, ჩემი კოლეგა, გამარჯობა გიორგი. დღეს ამოსულები ვართ ჩვენ გუდამაყარში, გეგმიური ვარჯიში გვაქვს, ლევან, დღევანდელი ვარჯიშის შესახებ რო გითხრა ხოლმე სიტყვა ძმაო. დღეს გრძელი მანძილი უნდა ვირბინოთ, გუდამაყარში ვართ ამოსულები. გუდამაყრის ხეობას გავუყვებით და სოფელ ჩოხთან გავჩერდებით. 13-15 კილომეტრი ვირბინოთ. მერე აღმართები გავაკეთოთ, აჩქარებები. მე რამე მთა დავლაშქროთ, რომ გაუჩერებლად ფეხები დავწვათ ბოლომდე. მერე ცოტა წავიჭიდაოთ. პრობლემა არ არის. მეგობრებო, მოგეხსენებათ, ლევანი ამერიკაში მოღვაწეობს ვეგასში და ჩამოსული არის ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი აქვს მაისში და მზადებას გადის საქართველოში თავის მწვრთნელთან და ლევან ორივე სიტყვით რომ შენს მზადებასთან და გეგმებთან დაკავშირებით რომ გითხრა. კი ბატონო, ჩემი შემდეგი ბრძოლა იქნება გერმანიაში, ქალაქ კასელში. ორგანიზაცია PFC-ის მთავარი ბრძოლა იქნება კამარზე. საქართველოში გავდივარ მომზადებას, იმიტომ რომ ამერიკიდან გერმანიამდე ძალიან დიდი დროის სხვაობა არის და დღეები მოითხოვს რომ აკლიმატიზაცია გაიარო. ამიტომ ჩამოვედი, თბილისში გავდივარ მომზადებას, ვეფხისტყაოსანში და შაბათ-კვირას ამ სამუთხეში ამოდივარ ხოლმე და აქ ვარჯიშობთ ხოლმე. რა სიმაღლეზე ვარ 1500-დან 2.5-მდე ავალთ და კი იცი სიმაღლეზე ვარჯიში გამძლეობისთვის რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად კარგია. ლევანი სასწაულ ფორმაში არის და ვიმედოვნებთ რომ მე და გიორგი ძალიან არ დავიჩაგრებით. მოკლედ მეგობრებო, კარკადრებსაც შემოგთავაზებთ და ლევანისთან კიდევ ბევრი გეგმები გვაქვს რომ ლევანისთან დარბაზში მივიდეთ, რომელ დარბაზშიც გაიზარდა და კარგი ვარჯიშები რო გაჩვინოთ, ახალ თაობასაც კარგ მაგალითს მოგცემთ და მე შევეცდები რომ ძალიან ბევრი ვიდეოები გადავიღო ლევანისთან. კიდევ გეტყვით იმას რომ გვაქვს გეგმა რომ ლევანის გერმანიაში გავყვეთ. რა თქმა უნდა თუ სპონსორები ხელშეგვიწყობენ ამ ყველაფერში და მედი მაქვს რომ ამ ლევანის კარგ ბრძოლას გაჩვენებთ ძალიან დეტალურად. წონის ყლებას და ასე შემდეგ და ეს რთული ეტაპები ძალიან კარგი საყურებელი არის დამიჯერეთ. მოკლედ ლევან შეუდგეთ საქმეს. დავაი დავიწყეთ, მე მზად ვარ. всё. მზად ხარ, გიო? გიო ხარ ძმა. კი, მზად ხარ ყველა. დავაი, მაშინ დავაი, შეუბერეთ. არ ვიცი რა მოხდა, სამა დავიწყეთ სირბილი და ორი ახალგაზრდა დავკარგეთ სამწუხაროდ. ეხა სამაშველოს უნდა დაუძახოთ რომ იქნება და მოგვაძებნონ სადმე. თან ნაკეთკენ პირველად ირბინეს და არ ვიცი იქნება. აი გამოჩნდნენ ბიჭები, აი მორბიან, არ გაჩერებულან. მე ნერვიულობდი მეთქი ბიჭები. სად არიან მეთქი? როგორი იყო? სირბილით ვერა ძმაო, მაგრამ ბოლოს სიარულით მოვედით ძმა. ძალიან რთული იყო.
სამაშველოში ვეკავდით მედალაში. ხო რა. ბიჭებს დაუბუქსიროთ. კარჩი გიო. დღეიდან ადამიანები ცალკე დავრბი ვართ. ცხოველები ცალკე დარბის რა. მეგობრებო, ძალიან რთული არის. რამდენი მეტრზე ვართ, ლევან? ეხა ვართ 1800. 1800 მეტრი. 1800 მეტრზე ვერ გადმიხართ წორზე და რაც იმები არ გინათ, რა შე. ჩვენ სიმაღლეზე გავრბოთ. ლევან, რა სიტყვის? ეხა მე ჩემთვის ეს ცოტა რამდენი ბალით შეგვაფასებთ ძმა? როგორც თქვენ ეხა ლიზზე რო დაარბიხართ, თუ სწორი არის და მიჩვეული ხართ მანცირბლეს და მარტივი არის შედარებით. და ეხა თქვენ არ გირბენიათ ამ სიმაღლეზე და აქ კერძე ხო იგზენით დაწოლა. თავზე წნევა ხო იგზენით, ფეხებიც გიმძინდება. აქ ჩაოლებრივი მომენტია, რომ წნევაზე ადიხარ და იქ დარბიხარ და მე მაგალითად ეხა რაც ამოვიარეთ მანქანთის ხეობა. რო შემოუხოთ ხეობაში, იქიდან აქამდე ამოდივარ ხოლმე სირბილით. ოღონდ აი იქ სოფლის გადავდივართ ხოლმე, რომ იქ მე აღმართებზე დავდივართ ხოლმე და ეს ეხა რაც ვირბინეთ, ძალიან ცოტა იყო ჩემთვის იმ გამახურებელი. ხო, უბრალოდ ფეხი რო პატარათი მაწუხებს და არაფერი ტრავმა არ არის, უბრალოდ დაბეჟილი არის, არ მინდოდა და ბევრი მერბინა და მაგრამ მაინც კაი იყო რა. და ეხ მაიკას უსველი მოშიგნით და შეგიომინა დაგვაპულინგა რა. მაგაც მა. თქვენ აქ უნდა გენახათ მე. აქ ლაშას ვეღარ მეწეოდა მანქანით. ბიჭო, მე რა შობი ხომ მეცი ნელა ვიწყებ და ნელ-ნელა უმატებ რა. გამოვამე ტემპს ხო და აი იქ კლდედან რო იმავს ქენი, უკვე მოუმატე და მე მაქსიმალურად გამოვიბარ ხოლმე აქ რა. ძალიან კარგი ადგილი არის. ამოსვლა სადმასეთი კარგი არ იყო, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. ცოტა წავიხემსეთ, ლევანი იცნეს, საჭმელი მოგცეს, კარგი მხლოვანები, ახლა ამოვედით აქ, წყალი უნდა დავლიოთ. ცოტა ვიტამინებსაც დავლევთ, ქუბრო ცხოძე არის, აქ ყვავს. აქ საერთოდ სხვა წყალი არის. სირბილზე მაგრა ჭამამ გაასწო რა. კი. იმიტომ რომ ცოტა დავიღალით. კაი იყო ძალიან. თქვენ როგორი შტაბეჭლებებით ხართ? აი ეს ადგილი არის, სკოლა იყო ადრე. ეხა გოდელიჩოხელის სახლ-მუზეუმი არის. 1-2 კილომეტრი მთაზე უნდა ავიდეთ. მე იქ დავამთავროთ ჩვენი ვარჯი, აჩქარებები გავაკეთოთ, ცოტა პატარა მთა გავაკეთოთ. მე რაღაცები ჩვენი მეთმანჩი ვარჯოთ და მე სალოცავში წავიდეთ. ღონისძიებები რამე უტარდება ხოლმე, გოდერძობა იმართება ხოლმე. აჰა. 2 ოქტომბერს ჩემ დაბადების დღეს ხონდა, გოდერიცას დაბადების დღე და 2 ოქტომბერს იმართება ხოლმე აქ ღონი ფესტივალი აქ. და მე ძალისმიერი რაღაცებიც კეთება ხოლმე, შეჯიბრებები? აი დოხში არის ხოლმე შეჯიბრებები. რა საინტერესო იქნება? კინკალი იხარშება, ჩვენ ხო თან ლუდს ხარშავთ ხოლმე. აჰა. ეს ლუდს. მაგ ლუდის დაგემოვნება და ძალიან საინტერესო მუსიკები არის ხოლმე, ეს მელექსები, მუსიკოსები ჩამოდიან და მაგლა ძალიან მაგარი. ადგილობრივები ხალისდებიან მაგრად. კი. ძალიან მაგრად და ძალიან დანგრეული იყო ძალიან და ძალიან კარგად გააკეთეს რა. ძალიან ლამაზი ადგილი. იქ არის სოფელი ათნოხი რა. უკვე ცოტა ხალხი აღარ არის. ზევიდან ჩანს ძალიან კარგად მე და მაგასაც ნახავთ. ბატონო. ეხლა გვაქვს 1 კილომეტრი ნახევარი 2 კილომეტრი და სასიარულო რა. ხო. და სადღაც 1 წლის უკან რა. აშამდენ კი 70-73 და სუბუქი დავდიოდი ხოლმე აჯერ ავდი ჩადი და სალოცავში ამყოდა ხოლმე ცხვარი. თეორია ვისვენებდი ხოლმე ცოტა ხანი რა. ხო და ეხა ის ხრისწონა მემატებს რა 1-2 ხრისწონა და ეხა რო დავიდო ვერ გავხაჭო ძალიან მაგარი კარტი მაშინ ხო და აი პატარა წონა რო ვიყავი მაშინ ამყავდა ხოლმე და რამდენი კილომეტრი ხო 25 ხო 30 და ეხა 35 კილო მე მაგ დადებული და სათვალე აგზალით ამოდი ჯაის ხმით ხმამ სიამოვნებს ყველაზე ძალიან რა. აქაც რო ჩევით ხოლმე, გამიშინე ბავშვაში, უზე ბავშვაში ძალიან მაგარი. და ხო გავჩერეთ ჩოხი ხო იყო? ეს არის ზემო ჩოხი. ეს არის ჩოხის წმინდა გიორგი. ძალიან დიდი ხნის საბეროა.
და ჩვენთან მთაში ცოტა განსხვავებული სტრუქტურა არის სამლოცველოში რა ხევისბერი არის ხევისბერს დასტურები ყავს რომელიც ყველა წელში ერთხელ იცვლებიან მარიამულ დღეს და რაღაცა ბევრი წესი არის მაგალითად ღორის ხორცს არ ვჭამთ ჩვენ რა ჩოხელები იმიტომ რომ სამლოცველოში არ იკლება უწმინდური ცხოველი და ჩვენი ერთ-ერთი ეგ არის ეხლა ამ ადგილას ქალების მოსვლა არ შეიძლება აი ასე გავლა ქალის არ შეიძლება ჩვენი ეს წმინდა ადგილი არის გვერდზე სალუდე ქვია ამას გვერდზე იხარშება ლუდი ყველა დღესასწაულამდე რა პერიოდი რამდენიმე პერიოდი ჭირდება ხა მაგალითად რო წამოვიდეთ შორტი როგორც რომ მაგით ვითხარი შარვალი ჩაიცოთ ხო იმიტომ რომ არ შეიძლება შორტიკებით ამოსვლა ასე გავლა ჩემთვისაც არ შეიძლება და არ უნდა გაიარო რა აი ამ ჯვრების უკან და ამ საბეროს უკან ესე არ მივდივართ ხოლმე ესე უვლით ხოლმე რომ აღლა ასვლა როცა გვინდა ხოლმე რა ეს დაბლა თავშეყრის ადგილია ხოლმე ხო აქ საკლავი აქ იკვლება ხო იქ თავდება და აქ მაინც წვიმაროა ხოლმე თავშეყრის ადგილია მაგრამ დღესასწაულებს და მაგალითად მარიამობას ბოლომდე სულ ხალხია ხოლმე იქ ჩვენ იქ ვჩერდებით ხოლმე აი სულ ხალხია კარვები არის გაშლილი და აი ძალიან მაგარია და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გრანდიოზულია ყველა დღესასწაული გრანდიოზულია მაგრამ აი ძალიან ლამაზია ძველი ახალი წელი უზარმაზარი თოვლია აი ეს წელი მოცამდე თოვლი არის ხოლმე და რო დადგება 12 საათი გამოდივართ ხოლმე და გარშემო საბეროს გარშემო თოლში ვაჭობთ ხოლმე სანთლებს და მთლიანის მთა განათებულია ხოლმე და კი ნუმაცხოს აფციაურების სოფელში ხო არის სალოცავი იქაც იგივე კეთდება რა და აი ძალიან მაგარია რა ეს მელამპობას რო შესწებული ესეთი წესი აქვთ ოჯახში რამდენი კაციც არის იმდენი ლამპარი მზადდება და წარმოიდგინებით რომ გამოდიხარ ყველა კაც ბავშვს ყوازე ხარ ყველას გამოაქვს და ზემოდან სალოცავიდან უკვე ყველა ოჯახიდან ცეცხლი რო გამოდის ალამაზი აი წარმოიდგენია რა სილამაზე იქნება აქაც ძალიან ლამაზი ადგილია მეგობრებო მართლაც და ძალიან რთული დასაძლევია აქ ამოსვლა პატარა ჩოხელები პატარა ბავშვები რა რა მოყავთ ხოლმე და მეც რა თქმა უნდა პატარა რო ვიყავი ხაჩი გარევა ქვია რა გვერდს პატარა გორასაუთ არის და იქ უნდა გააგორონ სამჯერ რა და მაგას ვეძახით ხაჩი გარევას და ეგ ძალიან ისეთი კარგად სანახავი ის არის რა სანახაობა და სალუდეში არ ვარ მეც ნამყოფი იმიტომ რომ არ შეიძლება იქ მარტო ხევისბერი და დასტურების შესვლა შეიძლება და დასტურობა არ მომწევია ჯერმე რა ძალიან დიდი რიგი არის მამა ჩემი იყო დასტური მე არ შეიძლება 60 წელს რო იქნება მე მომწევს რა გადავანთ სანთელი და მე გადავიდეთ ეკლესიაში მოგლეს მეგობრებო, ამოვედით იმ წერტილზე, სადაც ვაპირებდით ამოსვლას ლევან. ასე თუ ისე შევძელი ძმაო, ბევრჯერ დავიცვენე გზაში და მომწდა კისერი, მაგრამ შევძელი. მაინც დანიშნულების ადგილამდე ამოვედით. ხა ჩოხის წმინდა გიორგში ვარ, ჩვენ სალოცავში. ულამაზესი ხედებით. მე მაქვს ერთი ვიდეო 2 წელს უკანდელი. ბელატორის მაიკა მაწვია და ვაკეთებ ჩრდილთან ბრძოლას. და ეხა ეგ მაიკა გიოს აქვს და უნდა გაიკეთებინა ჩრდილთან ბრძოლა. ეს მაიკა კი არ გვაქვს ხა, მაგრამ ჩრდილთან ბრძოლას იგივე ადგილზე გავაკეთებთ რა. მოგეს ნაოჩ თილთან ბრძოლა მორჩიც, ნაო, ახლა პატარათი
წავიტალკაოთ. აი ბოლოს. აქ იწყება რა, ცოტას დავძაბოთ. აჰა. ცოტა ფილტრები გავხსნათ მაგრამ და ეგარი. Ույლა ხوارდა მოვიყვანე, რაღაცა შეხონა გამოვიდა. ხო. სულ გუშინ მოდი, თუმეტი ამ პლუს 18 რა. ამ სპეციალური სცენები იქნება. ქუბრო რა გინდას მოვწირავი. აქ მარტო ჭიდა. მუხლის ბლოკი არის ის შეერთორე. მე გაგიტეხავ ნეგს. მოგლეთ მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი დღევანდელი ვარჯიში და აქტივობები. ჩამოვედით და ძალიან დაღლილები ვართ ლევან და ეხლა ფასანაურში ვიმყოფებით და ჩვენი ქართული სამზარეულოთი და სწორი კვებით უნდა დავკავდეთ. შენ რა სიტყვი ლევანი? ვარჯიშები დამთავრდა, მაგრამ დღე არ დამთავრებულა. და ვარჯიშის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხუყვება? რა თქმა უნდა, მის გარეშე არ გამოდის არაფერი, ხო გია? თავისთავად. ხავართ ფასანაურში, კერძოდ გამოქვაბულში, ჩემი საყვარელი ადგილია ეს. აი აქავრობას გუდამაყარში ესე არ მივდივარ ან არ მოდივარ თუ დრო მაქვს ხოლმე მოსვლისასაც შემოდივარ ხოლმე და მე უკან დაბრუნებისასაც რა ხო და ეხა ხინკალის თუ არა სხვა რა უნდა ვჭამო და ხინკალია ჩემი ფავორიტი და კალმახს აკეთებენ ძალიან მაგრად და ბასენი აქვს გაკეთებული საკალმახე და ძალიან მაგარ რაღაცას ნახავთ რა ეხა ბევრი აღარ ვილაპარაკო ძალიან მაგარი რა, ძალიან მაგარი. მოკლედ მეგობრებო, დასრულდა, კადრებსაც ნახავთ, იმედი მაქვს რომ კმაყოფილები იქნებით. ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ვიდეო დალაიქეთ აუცილებლად და კომენტარებში დაწერეთ კიდევ თუ ლევანის ვარჯიშები რა ადგილებში უფრო გაგისწორდებათ და საზღვარგარეთზეც მინდა გითხრათ რომ შეჯიბრზე თუ გაქვთ სურვილი რომ ჩვენ ჩავიდეთ და გადავიღოთ ლევანის შეჯიბრი. აბა კარგად იყავით. გამარჯობათ ხალხი. როგორ ხართ? ალანსიტა რა ხარ? კარგად. რა ხარ დე? კარგად ჩემო სიყვარული. კარგად გითხოთ. ვაიმე რა კაია და ბუხარი ძალიან მაგარი. ჩამოვიშვები აქ. აი სიტყვთან ესხმა.